მატრიცასთან დაკავშირებულ თემებს ვაგრძელებთ და მატრიცაში ხა ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანებისთვის არის რა ხახნო სამსახური. ამიტომ ესე იგი მე ადრე TikTok-ზე ვთქვი კიდევაც რომ აი ხომ არის რომ წარმოდგა მაგათაც აი არჩევნები რამდენჯერაც არჩევნები მოდის ეს პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს რომ ვინ უფრო ესე ვთქვათ მეტ პენსიას შეგვპირდება რაღაცა თანხაში აი 800 ლარიანი პენსია 1000 ლარიანი პენსია რაღაცები და ყველაზე მთავარი რომ სამუშაო ადგილების დამატება რომ მინიმუმ 200.000 სამუშაო ადგილი დაემატება 300.000 და ასე შემდგომ და მე ვიძახი მაგალითად რომ ჩვენ როდესაც ახლა მეოთხე განზომილებაში გადავდივართ და შემდგომ მეხუთე განზომილებაში ჩვენ პირიქით უნდა ჩავეხსნათ სამსახურებს რა ახლა აგიხსნით აქ რაც წერია ჩვენ უნდა ჩავეხსნათ აუცილებლად სამსახურებს ანუ ეს ყოველდღიურ რუტინას უნდა ჩავეხსნათ ახლა რაზეც მე ვისაუბრებ აქ რაღაცა სულელურ აი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით უსაქმრობაზე და მთელი დღე ესე ვთქვათ დათუნია სათამაშოსავით რომ მთელი დღე და მთელი ცხოვრება დივანზე ეგდო ამაზე არ არის აქ ლაპარაკი და სიზარმაცეზე აქ არ არის ლაპარაკი აქ არის უსაქმრობაში იგულისხმება ის რომ არ გქონდეს ადამიანს ყოველდღიური რუტინა არ გქონდეს სამსახური და არ უნდა მუშაობდე იმიტომ არ უნდა მუშაობდე რომ ეს ყველაფერი მოიტანა ესე იგი ამ სოფლიო ომების გაჩაღებისა და ტექნოლოგიური წინსვლების ესე ვთქვათ მიზეზით ინდუსტრიალიზაციამ თუ სწორად ვამბობ ამ ტერმინს არც ვიცი ინდუსტრიალიზაცია მე მგონი ხო რა ინდუსტრიების გაშენება ფაბრიკა ქარხნები და მთლიანად ესე ვთქვათ ეს საბჭოთა კავშირის დროს ჩვენთან იქით კიდე სხვა რეჟიმები იყო თქვა დასავლეთში და ამერიკაში და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ მოუგდა ტექნოლოგიური ვითომს და წინსვლა ყოფილიყო და პირიქით ადამიანები გამხდარიყო რაც შეიძლება მეტად მონა და მეტად სამსახურში ანუ სისტემის ჭანჭი გამხდარიყო და მეტად დამონებულიყო დღეისათვის მაგალითად ხო ესე იგი დღეისათვის როგორი მდგომარეობა გვაქვს რომ როდესაც აი მონათფლობელური აი მაგალითად მონათფლობელური სისტემა რაც იყო აი მონათა სყიდვა და გასყიდვა გაყიდვა რა აი კარგად არის ეს აღწერილი მაგალითად ჟიულ ვერნის ნაწარმოებში 15 წლის კაპიტანი როგორ ხდება იქ მონების ესე ვთქვათ ფერადკანიანი მონების გაყიდვა აფრიკის ტერიტორიაზე აი ყველაფერი კარგად არის აღწერილი ხო და ნახეთ რა შეასაქმე ჩვენ იმ მონებთან შედარებით კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ მონათფლობელური სისტემა როდესაც არსებობდა, ნახეთ რა ხდებოდა, აი მაგალითად დავიღოთ ფილმი ჯანგო, აი თვალსაჩინოებისთვის რა, ესე იგი კვენტინ ტარანტინოს ფილმი ჯანგო, მე მგონი ყველას ნანახი აქვს, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით რომ არის და კიდე სხვადასხვა სამუელ ელ ჯექსონი და სხვადასხვა მსახიობები, სადაც პირდაპირ აი მშვენივრად არის ნაჩვენები თავადები როგორ ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ მონები ესე ვთქვათ, მართლაც ნაყიდი მონები, აი იმ დროინდელ მონების მდგომარეობას რა პლუსი ჰქონდა, რომ ბატონი ვალდებული იყო და მის ინტერესებში შედიოდა, რომ ეს მონა ესე ვთქვათ, დასაქმებული ყავდა ამ მონისთვის მიეცა საცხოვრებელი ადგილი, თვითონ სასახლეში ხა არ ცხოვრობდა, მაგრამ მონებისთვის გამოყოფილი იყო ცალკე სახლი, სადაც ანუ საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა მონას და საკვები ჰქონდა უფასო. წარმოიდგინეთ დღეს ჩვენ მუშაობთ როგორც ჯანგოები, აი მართლა ვიძახე, აი ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ესე ვთქვათ, პირდაპირ უნდა შევეჯახოთ, რომ ცოტა ვიგრძნოთ რა მდგომარეობაში ვართ. იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, რომ 400 და 500 ლარი ცოტა არამედ ზოგადად ეს მდგომარეობა არის ცუდი, რომ ადამიანი ესე მონურად არ უნდა მუშაობდეს და აი წარმოიდგინოთ, რომ ესე იგი ჯანგო, მონა ჯანგო რო იყო, ხო? აი ჯანგოები რო იყვნენ ეს ფერადკანიანები და ზოგი თეთრკანიანებიც იყო, ხო? მე ეს მონები რო მონები იყვნენ, იმათაც კი ქონდათ უფასო კვება. ჩვენ დღეს საქართველოში და განსხვავებით ხა ევროპაში და იქით არის კვება, მაგრამ ჩვენთან საქართველოზე ვისაუბროთ. კვებაც არა გვაქვს, წარმოგიდგენთ ხახნო რომ კვებაც კი არა გვაქვს უფასო. და დასაძინებელზე და ტრანსპორტირებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ანუ შევადაროთ, ნახეთ რაზეა საუბარი, მონები რო ერქვა და მონათფლობელური სისტემა რო იყო მაშინ მონებს დასაძინებელი ადგილი ქონდა, ტრანსპორტირება არ ჭირდებოდა, არსაწასასროლები არ იყვნენ, პირდაპირ კარმიდამოში ქონდათ ესე ვთქვათ, საქმე და სამსახური თავისი, იქ ფერმა და მინდორში სათიბი და 1000 რამე და მაგრამ ესე იგი ორი დიდი პლუსი ჰქონდა რომ ამ ყველაფერს რომ საცხოვრებელი ადგილი ჰქონდათ და თავშესაფარი ჰქონდათ და შეეძლოთ სადღაც დაეძინათ და ჰქონდათ კვება უფასო. ნუ რა თქმა უნდა თვითონ მოჰყავდათ ეს ყველაფერი, მაგრამ კვება ჰქონდათ ხახნო უფასო.
დღეს ჩვენ სამსახურებში მუშაობთ და ტრანსპორტის ფულსაც ჩვენ ვიხდით, ბინა ან ჩვენია თუ ნაქირავები, ანუ და კომუნალურები, ანუ ბინის ფულსაც ჩვენ ვიხდით და კვების ფულსაც ჩვენ ვიხდით. ანუ რა დონეზე ესე თქვა ეს ბიუროკრატიული ევროპა, ამერიკა თუ რა ვიცი ეს ტერმინები რაც არის ეს იმის ეს პოლიტოლოგიური ტერმინები, ეს კაპიტალიზმი და მოგეთ ეს ყველაფერი თანამედროვეობაში რაც შევედით, ვითომს და ტექნოლოგიური წინსვლა და თითქოს ადამიანის წინ მიდის და ჩვენ ჯანგოზე უარეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომაც ესე თქვა მატრიცაში მე პირობითად ესე წარმოგიდგინეთ, პირობითად მაქვს გაყოფილი ესე, იმიტომ რომ აღარ კოსმოგონიური მატრიცა და დემონოლოგიური მატრიცა. ამ პირველ რიგში დემონოლოგიურ მატრიცაშია, პირველ რიგში ზოგადად მატრიცაზე რასაც ვსაუბრობთ ხოლმე, ძირითადად ეს არის დემონოლოგიური მატრიცა, ანუ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ესე ვთქვათ თამაში, ხელოვნურია ყველაფერი აქ გაკეთებული, ხელოვნურად შექმნილია ბრტყელ დედამიწაზე, პლატფორმა დედამიწაზე, ეს ყველაფერი ხელოვნურად არის გუმბათი, მზე, მთვარე, ყველაფერი და ჩვენ აქ ვართ ესე ვთქვათ იმისთვის რომ ვიტანჯოთ რუტინა, ანუ რელიგიურად სულების საგამოცდო ადგილი, პლუს რელიგიურად წმინდა მამათა სწავლებით იმ ტერმინოლოგიებით ამა ქვეყნის სული, აი უბრალოდ სხვადასხვა ეპოქაში ამას სხვადასხვა ტერმინი ერქვა და ამ დემონოლოგიურ მატრიცაში ან მოგეთ აი ადამი და ევა როდესაც ედემის ბაღში ეცემიან, აი მაშინ იქნება დემონოლოგიური მატრიცა, ანუ იურიდიულად ხდება ხელმოწერა და გადაბარება მთელი მატერიალური სამყაროსი დემონებზე, ანუ ადამიანი აძლევს უფლებას რომ მართონ და მე უფრო მეტად და მართონ მთელი ეს ჩვენი სამყაროს მოწყობის სისტემა. ნუ და აქ კოსმოგონიური მატრიცა არის სახარებისეული სწავლება და სახარებისეული მდგომარეობა. ანუ აქ ჩვენ გვაიძურებენ ვირებივით ვიმუშაოთ, ანუ შენ რომელ მოდელს აირჩევ, იქნა გამომდინარე ჩაერთვება შენთვის პროგრამა, ანუ ან დემონოლოგიურ თუ სამსახურში მუშაობ დღე-დაღამე ხარ დემონოლოგიურ მატრიცაში თუ სამსახურს თავს გაანებებ, ხდები თავისუფალი და გადადიხარ კოსმოგონიურ მატრიცაში. ანუ სახარებისეულ სწავლებაში, მოკლედ რო გითხრათ წინასწარვე, აი იმ მდგომარეობაში და იქ სადაც ცხოველებსაც და ჩიტებზეც კი მეტად ანუ ჩიტებზეც კი ზრუნავს, ღმერთი და ყველა ცოცხალ არსებაზე ზრუნავს. ღმერთი რო საკვები მისცეს და მით უმეტეს შემოქმედების გვირგვინზე, ანუ ადამიანს არ დატოვებს, ესე ვთქვათ, უსაჭმელოდ საჭმლის გარეშე და ანუ რაც არ უნდა ჭირდებოდეს, ყველაფერს მიიღებს ადამიანი თუ აი ამ მდგომარეობაში გადმოვა. ახლა რაღაც სტატიებს ნათარგმ სიუჟეტებს და ინტერვიუებს წაგიკითხავთ და თან ამ ყველაფერს განვიხილავთ რა. სამსახურში მუშაობა არ შეიძლება. რატომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამსახურში სიარული? ძველი დროიდანვე ითვლებოდა, რომ რაც უფრო მეც მუშაობ, მით უფრო მეტად გამოგივა თიაქარი და კიდევ უფრო მეცაც გადაგიხდიან, მაგრამ როგორც პრაქტიკა მაჩვენა, ფინანსების ქონა და კარგი მდგომარეობის შენარჩუნება შეძლო მხოლოდ იმ ხალხმა, რომლებიც მაქსიმალურად გაურბოდნენ სამუშაოს და არ მუშაობდნენ არასდროს. დღეისათვის კი კაცობრიობა უფრო ბრძენდება და ხალხი ხვდება, რომ თუ კი გინდა რომ ფინანსებს ფლობდე, სამსახურში კი არ უნდა დადიოდე, არამედ უნდა გაურბოდე მას. და ამ ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნა. მატრიცას ყველასთვის სიკეთე უნდა და როდესაც მატრიცა ხედავს, რომ შენ სამსახურში მუშაობ, ის ფიქრობს, რომ შენ ეს მოგწონს. ანუ შეხედეთ, როდესაც დემონოლოგიურ მატრიცაში იმყოფები ადამიანი და შენ დადიხარ სამსახურში, შენ იქ რო იტანჯები და ტანჯვის ენერგიას გამოყოფ, პირიქით ეს დემონოლოგიურ მატრიცას აწყობს და მიაქ ეს ენერგია შენი, მაგრამ ნახეთ, შენ როდესაც ამ სამსახურში ითავსებ, შენ რას ამბობ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რა ქმედებას ჩადიხარ, შენ მიდიხარ, ანუ შენ რომ მიდიხარ ფიქსირდება, როგორც ახლა დღეს ვსაუბრობდი ხა TikTok-ზე არჩევნებთან დაკავშირებით. შენ როდესაც მიდიხარ და არჩევნებზე ხელს არ წერ, შენ 4 წლის განმავლობაში ლეგიტიმაციას აძლევ მთავრობას და მე რაღაცები რო არ მოგწონთ, ეგ უკვე გრამოფონში შენ რა მოგწონს, ეგ აღარავის არ აინტერესებს. საერთოდ, იმიტომ რომ შენ მიეცი 4 წლით მთავრობას უფლება და მნიშვნელობა არ აქვს რომელ პარტიას მიეცი ხმა, რომელსაც არ უნდა მიწა. შენ მიხვედი, მოაწერე ხელი, შენ აძლევ შენს უფლებას
უფლებას, რომ ამ მთავრობამ სინამდვილეში მატრიცის მთავრობა არის მატრიცის, ასე ვთქვათ, ბოდიში მსოფლიო მატრიცაში მსოფლიო მმართველობის ადმინისტრაცია არის ჩვენი მთავრობა. სინამდვილეში არის ადმინისტრაცია. ეგვიპტურ მატრიცაში არის, ესე იგი, რუსული, ასე ვთქვათ, საბჭოური სისტემის ადმინისტრაცია. იქამდე სანამ ჯერ კიდე ლენინი ოფიციალურად ცოცხლად ითვლება. და ამაზეც ვისაუბრეთ და კიდევ მე გავაგრძელებთ ეგვიპტურ მატრიცაში. ხო და შეხედეთ, შენ როდესაც ხელს აწერ, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციას მიეცი ხმა თუ ვიღაცას. მიხვედი არჩევნებზე და ხელი მოაწერე, შენ აფიქსირებ რომ 4 წლით აძლევ უფლებას, რაც გინდა გაგიკეთონ, რაც გინდა გაუკეთონ ქვეყანას. სურო თავიდან ბოლომდე მთელი ქვეყანა გაყიდონ და ჩააბარონ დეპუტატებმა და მთავრობამ. შენ მიეცი ამის უფლება. მე ანუ ხალხს კი არ ვაბრალებ, მე გეუბნებით რაც არის ფაქტი. ანალოგიური არის აქ, როდესაც შენ სამსახურში დადიხარ, აი ამ სიტყვაზე შენ უარს ამბობ კოსმოგონიური მატრიცის, ანუ სახარებისეული სწავლებაზე და შენ ესე ვთქვათ გადიხარ აი ამ სახარებისეული სწავლებიდან, როდესაც ქრისტე ეუბნება, რომ ერთი მეგონი მოციქულს ეუბნება, რომ აი შეხედეო ყვავები და ყორნებიო არ ზრუნავენ იმაზე ხვალ რას შეჭამენო, იმიტომ რომ ღმერთი მათ ყოველდღე აძლევს საკვებსო რა, ეს კვებით ჯაჭუში ეს ყველაფერი რეგულირდება საღვთო განგებულებით რა და შენ როდესაც ამ საღვთო განგებულებას არ ენდობი და იწყებ მუშაობას, იმიტომ რომ სისტემას ესე გითხრა იქ მეორე მსოფლიო მიიღო, ქარხნები აშენდა და ასე შემდგომ, შენ როდესაც ამ სისტემას არ ენდობი და შენ ამბობ რომ მე ხა ვერავის ღვთის ანაბარად ვერ დავჩები და ეს ჭირდება და ის ჭირდება და რაღაცა და რუტინულ სამსახურში შედიხარ, შენ აფიქსირებ რომ შენ ეს სამსახური მოგწონს, ამიტომ ესე ვთქვათ ეს ბოდიში და ბონუსები რაც აქ უნდა მოგსვლო და შენ ეს ბონუსები აღარ მოგდის. ამიტომ სამსახურიდან უნდა გამოხვიდე ორ მოდელში ვერ იქნები ერთდროულად რა, კაკრას დოლარი ჩავახატე შუაში. მატრიცას ყველასთვის სიკეთე უნდა, ანუ როდესაც საუბარია მატრიცას, აი ამ მატრიცას უნდა ყველასთვის სიკეთე, ამას რა თქმა უნდა არა. მატრიცას ყველასთვის სიკეთე უნდა და როდესაც მატრიცა ხედავს რომ შენ სამსახურში მუშაობ, ის ფიქრობს რომ შენ ეს მოგწონს. ანუ ეს მოდელი ხედავს რომ შენ აი ამ მოდელში ხარ გადასული, ხვდებით? ამიტომაც ამ ესე ვთქვათ ბარაქას რაც აქ უნდა მიგეღო, ეს არის დაახლოებით რა ტიპის ცხოვრებაზეა საუბარი, აი მონასტრული ტიპის ცხოვრებაზე არის აქ საუბარი. როდესაც მონასტერში ნახეთ ოფიციალურად არის, ანუ ნახე სიტყვაზე მორჩილება და ბერობა რას ნიშნავს, ანუ არ დადიხარ უსაქმურებაში სიტყვაზე ნახე რა იგულისხმება, არ დადიხარ სამსახურში, მაგრამ მთელი დღე შეიძლება მუშაობდე, იქ მორჩილები ისინი მთელი დღე აშენებენ, აკეთებენ, ისვენებენ კიდევაც და არიან უპოვარებაში. ანუ არაფერი არ გაგაჩნია, მაგრამ გაგაჩნია მთელი სამყარო, ხვდებით აქ რაზეა საუბარი. და ნუ საქმე იქ როგორც ესეთი ზოგადად ხა თვითონ მონასტერში კი მორჩილებები განაწილებულია, ზოგი სამზარეულოშია, ზოგი რაღაცას აკეთებს, ზოგი ღებავს, ზოგი აშენებს, მაგრამ სამოქალაქო ეს მოდელი რო სამოქალაქო ვარიანტში გადმოიტანა უკვე შენ აკეთებ იმას, რაც არის შენი ჰობი, რაც გინდა რომ დაახლოებით ჟაკ ფრესკოს ქონდა დაახლოებით ეგეთი პროგრამა ვენერაუთ რაღაცა რა, დაახლოებით რა ეგეთი ქონდა. ამიტომ მოკლედ და შენ ყველაფერს იღებ რა, საკვებსაც იღებ, ხილსაც იღებ და ყველაფერს იღებ რა. ეხლა ნუ შეიძლება იმის რა ქვია კინოთეატრის IMAX-ის ბილეთი ვერ მიიღო, მაგრამ ბედნიერი ხარ რა, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ შენ სანამ ამაზე ამ სამსახურზე უარს არ იტყვი, შენ ვერ გადმოხვალ ამ მოდელში რა. და შენ ეს ფიქრობ რომ შენ ეს მოგწონს, თორემ სხვა შემთხვევაში სამსახურში ხო არ ივლიდი. ასე ფიქრობს სისტემა. ამ დროს შენზე და ასეთ ფორმასა და სიტუაციაში მატრიცა კიდევ უფრო მეტ სამუშაოს მოგცემს და ფინანსებს იმ მიზნით აგაცლის და წაგართმევს რომ თქვენ კიდევ უფრო მეტად განაგრძოთ სამსახურში სიარული და შეძლოთ რომ დაკავდეთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობით, ანუ ბჭყალებში საყვარელი საქმიანობას დაგიმატებს კიდე საათებს. ამიტომაც ყველაზე სულელური რაც კი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, ეს არის ის რომ წავიდეს სამსახურში. ანუ აქ არის საუბარი ზუსტად იმაზე, რომ ადამიანი სამსახურში დააკვირდით, ხალხი მუშაობს 3000 ლარიანი ხელფასით რო გქონდეს, 4000-იანიც, და ხეთ 500 ლარიანი ხელფასით და 3000 ლარიანი და 5000 ლარიანი ხელფასით თანაბრად არავის არ ყოფნის, იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა ბოლო პერიოდებში ვთქვათ რაღაცა სამსახურებში რომ გავდიოდი ხოლმე, სადაც ვთქვათ მთელი დღე ტყუილ ესე რაღაც მივდიოდი მთელი დღე რუტინაში ვიყავი სიტყვაზე, პატარ-პატარა საქმეებზე. ანუ იქ უფრო მეტი, даже ჩემს ფულს ვამატებდი და სამსახურიდან გამოვდიოდი თუ არა, ეს პატარა დროებით საქმეებზე, ხო? სამსახურიდან გამოვდიოდი თუ არა, ფული უფრო მეტად მრჩებოდა რა. იმიტომ რომ აი საერთოდ სხვა რეჟიმია.
ეხლა მე პირადად მაგალითად 5 წელი აღარ მუშაობ რა. ეს ანიშნავს ვიმეს კისერზე, ამის კისერზე, იმის კისერზე, ხა ოჯახში ხან ისია სიტუაცია, ხან ასია, ხან შენ გეხმარებიან, ხან შენ დაეხმარები და პლუს ოჯახში არის კიდე საკეთებელი ძალიან ბევრი ისეთი შავი სამუშაო და საქმეები, რაც ესე ფულით არ ითვლება, მაგრამ თუ დაიქირავებ იქ ხელოსანს, მუშახელს ან რაღაცას, უფრო ძვირი გამოგდის მერე. მაგრამ ამას თავი გამონდებით, მე ეხლა საქმეები ხა მე ვთქვათ ხელოსნობის ამბავი, ტურიზმის ამბავი, ბლოგერობის ამბავი, ძალიან ბევრი პროფესია მაქვს და პატარ-პატარა საქმეები და დიდი საქმეების და ასევე პროექტები და ასე შემდგომ რა ბევრია და იმდენია ზოგჯერ ვერ აუდივარ, ზოგჯერ მაქვს შუალედები, მაგრამ რისი თქმა მინდა, ეს ყველაფერი, როდესაც სამსახურის სავალდებულო რეჟიმში არ არის გადასული, ჩემთვის ეს ექსპერიენსებად გადაიქცევა ხოლმე უკვე, ანუ ნებისმიერი საქმე, რასაც მე თან ეს მრავალფეროვნებაშია და ხან ერთია და ხან მეორე გასაკეთებელი, მანიჭებს ძალიან დიდ ბედნიერებას და სიამოვნებას, იმიტომ რომ ჰობის დონეზე ხარისხიანად ვაკეთებ და როდესაც ანუ რობოტივით მუშაობ, ეს ძალიან ცუდია. ხა მაგალითად რობოტიზაცია რომ მიდის, ხო, ცუდი იმით ერთადერთი რამის გამო რობოტიზაცია რომ მიდის, აი ტერმინატორების ეპოქაში რო გადავდივართ, რომ ყველგან რო რობოტს აყენებენ და აი სამუშაო ადგილებს კარგავენო ადამიანებიო, ხო, სიტყვაზე მაგალითად ავიღოთ ყავის აპარატი, სადაც იქ ჩიკაგოში და რაღაცა ამერიკაში რამდენიმე ქალაქში უკვე არის, სადაც ყავის აპარატებზე პირდაპირ რობოტები დგანან უკვე და რობოტები აკეთებენ ყავას. ხო და ხა მე ვსვავ კითხვას, კაცო, რატო უნდა იტანჯოს მთელი დღე ვიღაცა ლამაზი გოგონა და ადგეს და რკინამ ახახუნოს აქეთ-იქით თავისი საცეცეები, კაცო, რკინა მიმუშაოს არ ჯობია, ვიდრე ახალგაზრდა გოგონა იტანჯებოდეს იქ მთელი დღე 12 საათი. ხო ხვდებით? ესე ჯობია რომ რობოტები შემოვიდნენ, ნახე და რობოტებმა იმუშაონ, მაგრამ ცუდი აქ ის არის რომ ამ რობოტებში რომ ხელოვნურ ინტელექტს ჩატვირთავ, ეს რობოტი მოგიტრიალდება და გაგიხრიტავს შუბს და გეტყვის რომ მე უნდა გავბატონდე დედამიწაზეო. ეგ არის ცუდი, თორე ამ რობოტს შენ თუ შენს მოსამსახურედ გამოიყენებ, აი თქვა როგორც არის სარეცხი მანქანა, ხო? სარეცხი მანქანას რა ჯობია, კაცო, მთელი დღე ხალხი რო ქალები რო 50 წლის წინ დინარაში ესე ეძიძგილავებოდნენ ამ იმას, კაცო, სარეცხს და ძლივს რეცხავდნენ. მაგას არ ჯობია შეაგდო და სარეცხის მანქანა გარეცხოს, მაგრამ ახლა სარეცხის მანქანა რო სროლას დაგიწყებს, ეგ უკვე მიტოპონტია რა, ხო ხვდებით? იმაში არის სიყვარული სიკვდილი და რობოტები რო არის. იქ ეგეთი სიუჟეტი ერთ-ერთი რა, ძალიან ყველაფერი რეალობა იქ ნაჩვენები, რომ მოხუც ქალს ის ტვერსასრუტი გაუგიჟდება და სროლით და დახჩობით და მოკლით დაძდებს, იმიტომ რომ რაღაც ინტელექტი იყო ჩატვირთული ტვერსასრუტში და მოსაკლავად დაძდებს პატრონს რა. ეხლა ნუ ესე სიგიჟია, ხო ხვდები? იქ უნდა პროგრამა ჩაიტვირთოს ისე, რომ გააკეთოს თავის საქმე და მორჩა მეტი არაფერი. ამიტომ რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაქრება, ეს არის ძალიან კარგი. უბრალოდ ამას სხვანაირად აფორმირებენ ჩვენთან, ანუ ხელოვნური ინტელექტის გაგრძელება მოყვება და ეგ არის ცუდი. თორემ ახლა მაგალითად ტაქსებშიც მაგალითად რატო უნდა იოფლებოდეს მთელი დღე მამაკაცი და იმაში ტაქსაობდეს. იაროს იმ რობოტმა და ავტოპილოტმა, როგორც ახლა არის გერმანიაში და იმეებში, ხო? იაროს ავტოპილოტმა რა საჭიროა თუ მოაწესრიგებ მაგას რომ ავარიები არ მოხდეს და პროგრამაში, როგორც არის, ხო, არის აპლიკაციები ტაქსის გამოძახების, ისევე როგორც არის დუბაიში და იმაში ავტოპილოტზე მომუშავე ტაქსები და იარონ, კაცო, რა ჯობია და იმ ადამიანმა ვინც იქნა ეტანჯა და ისვენოს რა, მიხედოს ოჯახს, არ ჯობია? ანუ გააჩინა საკითხს როგორ შეხედავ. გავაგრძელოთ. უსაქმრობა ცხოვრებას ბედნიერს ხდის. რატომაა საჭირო რომ ადამიანმა ისწავლოს არაფრის კეთება და უბრალოდ იუსაქმროს? უსაქმრობა არის ის რა დროსაც თქვენ შეგიძლიათ მოდუნდეთ, საკუთარ თავზე მოახდინოთ კონცენტრირება და ერთხელ და სამუდამოდ შეძლოთ რომ დამკვირვებლის როლში შეხვიდეთ, რაც აქამდე თითქმის შეუძლებელი იყო ამდენი საქმის კეთების პირობებში. თქვენ შეგეძლებათ რომ მთელ ამ აურზაურს დააკვირდეთ და ამავდროულად ამ ყველაფრის მიმართ დარჩეთ გულგრილი. მთელი ის ამბები, რაც თქვენს გარშემო ხდება, თქვენ არ გეხებათ, თქვენ უბრალოდ დამკვირვებლები ხართ, ისევე როგორც კინოზე, მაგრამ თუ კი თქვენ მთელ ამ აურზაურში ცხოვრობთ, მაშინ თქვენ ამ თეატრის მსახიობად ითვლებით და თქვენ ამ აურზაურს თქვენსკენ იზიდავთ. ასეთი ხალხი კი ძალიან ადრე კვდება, უბედურად ატარებენ თავიანთ ცხოვრებას და მთელი მათი ცხოვრება არის როგორც ციყვის სირბილი წრიულ გალიაში. ისინი ადაპტირდებიან, მუშაობენ თავიანთ სამსახურებში და მთელ თავიანთ ცხოვრებას უკმაყოფილებაში ატარებენ. ახლა აქ რაზე არის საუბარი? მაგალითად ამ ადამიანები დასვამენ, რა თქმა უნდა, შეკითხვას რომ აბა როგორ გავაკეთო, როგორ გამოვიდა ამ ყველაფრიდან და ასე შემდგომ. არსებობს დღეისათვის უამრავი საქმიანობა, რითაც შეიძლება
სიამოვნებით დაკავდე და ადამიანი ზაუდკრავად რაღაცა ქარხნებში არ იტანჯებოდე. ნახა არც ერთ სამსახურს მე ცუდად არ მოვიხსენებ, ყველგან რა ვიცი ლაფატკის მუშაობიდან ლაფატკის მუშაც ვიყავი და მშენებლობაზეც მიმუშავია და რა ვიცი დაცვაშიც და აი რა ვიცი სადარ მიმუშავია, რა ბევრგან მიმუშავია მართლა. ხო და ეს ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ კაცო, ანუ სამსახურს კი არ უნდა შეეწირო, გამოიყენო დროებით და მე გადახვიდე რაღაც სხვა ეტაპზე. აი ეს არის აუცილებელი და აი ხლა აქ მე მინდა გავიხსენო ერთი გოგონა არის რა, მოკლედ TikTok-ზეა და მოკლედ რუსია ხა თქვენ კარგად ცოდნებათ და მაგათაც თვითონ ხა ეს გოგონა მუშაობს როგორ აუდიტორიაზე, იცი მამაკაცების აუდიტორიაზე მუშაობს და ეს არის ასე იგი მამაკაცებს ეხმარება ურთიერთობების ამბებში, აი მოკლედ თაღლითი გოგოები რო დაადებენ, მოატყუებენ და ასე შემდგომ, მოკლედ გოგო რას როგორ აკეთებს, მაგის განმარტებებს უკეთებს და ეხმარება დეპრესიებიდან გამოსვლებში და თითქმის ფსიქოლოგობასაც ითავსებს, მაგრამ ესე ვთქვათ ქოუჩია მაგ ამბების და ეს გოგო ყვება რომ როგორ მივიდა აქამდე, ერთ ჩვეულებრივი გოგოა. 3 ხალხნო 3 წლის განმავლობაშიო პირდაპირ მოყვათ. ანუ იქ ძალიან ბევრი ხა რეალობის ტრანსერფინგები და ეგენი ხო ნუ წაიკითხა ყველაფერი წლების განმავლობაში და ძალიან დიდი განვითარება და ტრანსფორმაციები გაიარა და ნუ ბლოგერი გახდა და ასე შემდგომ, მაგრამ ნახეთ რას ვამბობ, ჩვეულებრივად ეგრე მუშაობდიო, სოფელში თან სადღაც სოფელში ცხოვრობდა და 3 წლის განმავლობაშიო ტკბილსაც კი არ ვჭამდიო. აი მარტო, აი მაქსიმალურად ვზოგავდი თანხასო და 3 წლის განმავლობაში ამ დანაზოგს ვაგროვებდიო და 3 წელი ვემზადებოდი სამსახურიდან გამოსვლისთვისო, რომ სამსახურიდან გამოსულიყავი. ანუ საბოლოო დამანებები და სამსახურისთვის თავიო რა და მე დარწმუნებული ვარ, ჩემი ეს ვიდეო ძალიან ბევრ ადამიანს მისცემს ამის სტიმულს, რომ რაღაცა თავის საქმე აკეთოს და ამ რუტინული სამსახურიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ რუტინული სამსახური ადამიანების სიცოცხლეებს იწირავს. არა მარტო უსაფრთხოების კუთხით, არამედ ჯანმრთელობა და აი ყველაფერი უნადგურდება ადამიანს ასეთ სამსახურში და ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე და ამ ჩაკეტილი წრედან აუცილებლად უნდა გამოვიდეს ადამიანი. ხო და მოკლედ ამ გოგომ ეს მოყვა, რომ 3 წლის განმავლობაში შოკოლადს და ანუ საკუთარ თავსთან პლიტკა შოკოლადსაც კი არ ვყიდულობდი, ტკბილსაც კი არ ვყიდულობდი, რომ გამეკეთებინა დანაზოგიო და გამოვიდა სამსახურიდან და თავის ისტორიას ვყეფოდა და მე და ბიოგრაფიას და როგორ გამოვიდა სამსახურიდან არ იყო ეს ყველაფერი ადვილი, ძალიან რთული იყო და ამ დანაზოგით რომ პირველ ეტაპზე სანამ თქვა თავის ბლოგერობით რაღაცას გაჩქაჩავდა, რომ პირველ ეტაპზე ის 1 წელი თუ 2 წელი თუ რაღაცა თვეები თანხა ქონოდა ელემენტარულად საკვების მაინც რა. ესეთი დანაზოგი გააკეთა. ყველამ თავისი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მოიფიქროს და ისე უნდა გააკეთოს რა. და ყველაფერი გამოვა. ეხლა აქ კიდე ერთ სტატიას ერთ პატარა გვერდსაც დავამატებ, რომელიც წინა ვიდეოში წაკითხული მაქვს, მაგრამ ერთ-ერთ წინა ვიდეოში, მაგრამ აქ პირდაპირ თემას ეხება და გავაგრძელებ. ხო და სანამ გავაგრძელებ და მაგას ვამბობდი, რომ ზოგადად სამსახურები უნდა გაუქმდეს, მაქსიმალურად უნდა გაუქმდეს საქართველოში. ხო, კარგი ჯანმრთელობის ყველაზე უბრალო პრინციპი სათაური არის ესეთი, კარგი ჯანმრთელობის ყველაზე უბრალო პრინციპი. აქ კონტექსტში ჯდება და ამიტომ ჩავამატე. მხოლოდ ის ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ რომ ძალიან ხარისხიანად არაფერი არ აკეთონ, მათ შეუძლიათ რომ იყონ სრულიად ჯანმრთელები ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უსაქმურობა ეს არის ნებისმიერი იოგის მთავარი დეტალი. არაფრის კეთება ეს გახლავთ უდიდესი ხელოვნება. დასაწყისიდანვე ადამიანებს როგორც კი დააჭირეს ხელი ღილაკზე, რომ რაღაც ჭყალებში რაღაც უნდა გააკეთონ, აი ამ დრომდე ისევ ამ მდგომარეობაში არიან ისინი. იმიტომ რომ ცხოვრებაში უნდა გააკეთო ძალიან ბევრი რამ. უნდა გამოიმუშაო ფული, უნდა წახვიდეს საყიდლებზე და აი ამ უნდას უზარმაზარი სია არ მთავრდება და უამრავი ადამიანი იმ მდგომარეობაშია, რომ არ შეუძლიათ ამ შინაგანი უნდას რეჟიმის გამორთვა და რომ უბრალოდ არაფერი არ აკეთონ. თუ კი ადამიანს უსაქმრობა არ შეუძლია, მაშინ პერიოდულად ბუნება მას აიძულებს, რომ ავადმყოფობის მეშვეობით იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, იმისათვის რომ ბალანსი აღდგეს, იმიტომ რომ ჯანმრთელობა პირველ რიგში არის ბალანსი. ინი და იანი, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ტყუილად არ არის, რომ ყველა რელიგიურ კონფესიაში დაწესებულია უსაქმრობის დღე, იგივე უქმე დღე, შაბათი ან კვირა, ან კიდე რომელიმე სხვა დღე. ჩვენ შემთხვევაში ზოგიერთი დღესასწაულის თარიღზე აუცილებლად გაწერილია ის ერთი დღე, რომ პრინციპულად არაფერი არ აკეთოს ადამიანმა. იმიტომ რომ ადამიანები მუდმივად ამ უნდას
ნერვოზის ქვეშ იმყოფებიან. მათ დასვენებაც კი უნდათი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ეს დასვენებაც კი გარკვეულ აქტიობად მოიაზრება. როცა ისვენებ, რაღაც უნდა გააკეთო აუცილებლად. არადა დასვენება ზუსტად ის არის, რომ საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთო. მხოლოდ და მხოლოდ სრულიად იუსაქმურო. უსაქმურობა ყველაზე მთავარი საფუძველია იმისთვის, რათა ვიყოთ ბალანსში და ბალანსი კი ეს არის ჯანმრთელობა. და სხვათა შორის, ზუსტად აქ რაც არის მოცემული, შეხედეთ, რომ ნახეთ, ამ წინადადებას დავუკვირდით, მაშინ პერიოდულად ბუნება მას აიძულებს, რომ ავადმყოფობის მეშვეობით იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ანუ დააკვირდით განსაკუთრებით ჩვენი ბებია-ბაბუების თაობები, რომლებმაც 50 და 60 წელი იმუშავეს ქარხნებში და ერთი კვირა ჰქონდათ, მე მგონი და ან შაბათ-კვირა, ან ძირითადად მარტო კვირა ჰქონდათ დასვენება, ზოგს ის კვირაც არ ჰქონდა დასვენება. ანუ იმდენად ეს ბალანსი რომ ნახეთ, ბალანსი რომ დაცული იყო და მათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩენილი იყო, ანუ მათ დასვენების დრო რო არ ჰქონდათ, ნახეთ ბალანსისთვის, რატო არის რომ ჩვენი ბებია-ბაბუების თაობები ძალიან დიდი რაოდენობით, ანუ ლოგინად ვარდებიან რა. ლოგინად არიან ჩავარდნილები. ზოგადად ლოგინად ჩავარდა, განაჩვენ არ გვემუქრება ან რაღაცა, მაგრამ ეგ თაობა, ომის შემდგომი თაობა არის მოხუცებულობაში, ესე ვთქვათ, განწირულია ლოგინად ჩავარდნისთვის, იმიტომ რომ ის რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქარხნებში იმუშავეს და სამყაროს ბალანსის დაცვა ვერ მოხერხდა, რომ უნდა რომ აკეთეს და ვერ მოხერხდა, რომ ესე იგი აღმოჩენილი იყვნენ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაესვენათ რეალური უსაქმურობის რეალური აქტი, ანუ ძალიან ღირსშესანიშნავი აქტი რომ ჩაედინათ, ამის საშუალება არ ეძლეოდათ და საბჭოთა სისტემა არ ეძლებდათ, ამიტომ ამისათვის მატრიცა ითხოვს ბალანსს და სიბერეში, როდესაც უკვე პენსიონერულ ასაკს აღწევენ, სიბერეში უკვე მათ ევლინებათ ან დაავადებები და გარკვეული ტიპის ლოგინად ჩავარდნის რაღაცა ესეთი მდგომარეობები და მე 10-15 წელი ზოგი ლოგინად არის ჩავარდნილი და ამით აღადგენს ამ ბალანსს, ხვდებით? რაც მთელი ცხოვრება იმუშავს. ისიც ამათზე გადაიარა და არა ვიღაცა ჩინოვნიკებზე და იმაზე სისტემაზე, ხო ხვდებით? რაზეა საუბარი. აქვე გავიხსენებ ერთ მცირე დიალოგს, რაღაც ვიდეოს უყურებდი და მსგავს თემას ეხებოდა და ერთი კაცი ყვებოდა, რომ დედამიწაზეო ყველაზე მაღალ განვითარებული მოაზროვნე და ყველაზე მაღალ განვითარებული არსებები არიანო, ქმნილებები და არსებები არიანო დელფინებიო. ყველაზე მაღალ განვითარებულებიო და ეს ვიღაცა ინტერვიუს ჟურნალისტი ეკითხება ამ იმას, რომ დელფინები მაღალ განვითარებულები რანაირად არიანო და იმით არიანო, რომ მთელი დღის განმავლობაშიო, ცურავობენო, რაღაც ცეკვავენ და ხტუნაობენო, მღერიანო და სულ კარგს ჭამენ, კარგს სვამენ ოკეანეებში და სულ კარგ ხასიათზე არიანო მეგობრულებიო და აქვთო თავიანთი ინტერნეტიო, ანუ ეს ბრჭყალებში ინტერნეტი, ანუ თავიანთი საკომუნიკაციო ეს რაღაც ტელეპათიური თუ რაღაც ბგერებს რო გამოსცემენ, მოგეთ როგორც რაციაში გადასცე, ეგეთი სისტემა აქვს რა, ეს ბიოლოგიურ დონეზე, ანუ თავიანთი ინტერნეტი აქვს რა, ხო და ანუ ყველაფერი აქვს, რაც კი ბედნიერებისთვის სჭირდებათ, ანუ კვებამ და ეს ყველაფერი ადამიანსაც აქვს, უბრალოდ სისტემამ წაართვა ეს ყველაფერი, დააჯერა რომ შენ ეს ყველაფერი არა გაქვს და ბაღის ასაკიდან აჩვევენ ადამიანს. მე სკოლაზე ცალკე თემა გვექნება, რომ ბაღი, სკოლა უმაღლესი გამზადებენ მთელი ცხოვრება, რომ ვითომ კარიერა აიწყოს. სინამდვილეში კარიერისთვის კი არა, შენ გამზადებენ მონობისთვის, სამსახურში რომ იჯდე საათობით და შენ იქ ჯდომა შეძლო. ეს არის განადგურება. ჯდომისგან რამდენი დაავადება ბოდიში და ბუასილიდან დაწყებული დიაბეტით დამთავრებული, ხო? რამდენი დაავადება ჩდება და ხერხემლის ისინი, რა ქვია, თიაქრები და გრიჟები და 1000 უბედურება რა და მთელი ეს ნაშრომი მიდის ისევ მედიცინაში და ესე იგი ეს მდგომარეობა, დელფინების მდგომარეობა არისო მაღალ განვითარებული მდგომარეობაო, რომ როდესაც ისინი მღერიან, იკვებებიან, თავიანთი ინტერნეტ იმის რა ქვია კავშირი აქვთ ამ რაღაცა ბგერების გადაცემით, დიდ მანძილზე ერთმანეთს აწვდენენ ხმას და არიან სრულ თავისუფლებაში და ბუნებასთან ჰარმონიაშიო. ეს მოდელი გახლავთ კოსმოგონიური მატრიცის, სიმბოლურად ესე დავარქვი, კოსმოგონიური მატრიცის გახლავთ ბუნებასთან ჰარმონიის მოდელი. ამ მოდელში არიან და იმ ხალმა კითხა, კაცო, მაღალ განვითარებული ეგ რა მაღალ განვითარებულობა არისო და ამან ძალიან სახუმარო, ძალიან გადაობა რაღაცა უთხრა, რომ აბა შენ რა გონიაო,
და შენ რატო არ ათვლი მაღალ განვითარებულად დელფინებსო კომუნიზმი და სოციალიზმი რო არ ააშენესო კომუნიზმი და სოციალიზმს რო არ აშენებენ მაგიტომ არ არიან მაღალ განვითარებულებიო ეგ არის ეგ გონია შენ და ტექნოლოგიური პროგრესი გონია მაღალ განვითარებულობაო მოგეთ აი ეგეთი ამბებია და ბოლო თავი შემდგომი თავი დიდი ფული დიდი ბატონია ეს არის სიმდიდრის საიდუმლოებები დიდი ფული დიდი ბატონია როდესაც ადამიანი სიმდიდრის მიღებას ბოდი შეეწევს ერთ წამს სანამ ამ თავს დავიწყებ ეხა ვიღაცა იფიქრებს ესო ბიძინამ დაიქირავაო რომ ისედაც გაზარმაცებული თაობაო კიდევ უფრო რაღაცა ის არის ტროლიო აფინანსებენო იტყვე რომ კიდევ უფრო გაზარმაცებული თაობა კიდევ უფრო გააზარმოცოს და არაფერი არ აკეთებინოსო და მე არც არჩევნები მოაგებინონო მაგრამ რა გიზეთ ტექსტები წერი არ იმუშაოთ რა და დიდი ფული დიდი ბატონია როდესაც ადამიანი სიმდიდრის მიღებასა და ბევრი ფულის მიღებაზე ოცნებობს ამ დროს ადამიანს გონია რომ ფული მას მოემსახურება ადამიანს უნდა რომ ფული როგორც მისი მსახური ისე მიიღოს მაგრამ რეალობაში სხვანაირად ხდება და ადამიანი დიდ ფულს დიდი ბატონის სახით იღებს როდესაც ადამიანი დიდ ფულს ფლობს ის იწყებს ამ ფულის მსახურებას იმიტომ რომ ფული ყველაზე მთავარია ყველაფერი დანარჩენი სისულელეა მისთვის ხოლო ფულზე უკვე ზრუნვაა საჭირო არ უნდა დაკარგო შენახვა უნდა გაორმაგება და ასე შემდეგ და ამ ფორმით მთელი ადამიანის ენერგია ყურადღება და ფიქრები პირდაპირ ფულის მიმართულებით მიედინება და ადამიანი ფულის მსახური ხდება ადამიანს დროც კი არ რჩება იმისთვის რომ ამ ფულით დატკბეს იმიტომ რომ იმისათვის რომ ისიამოვნო საჭიროა რომ იყო აბსოლუტურად თავისუფალი და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი პიროვნება რათა დრო შენ გეკუთვნოდეს მაგრამ დიდარი ადამიანების მთელი დრო კაპიტალს მიეკუთვნება და კაპიტალს მიაქვს მთელი ენერგია მას უკვე სხვაზე აღარაფერზე ფიქრის საშუალება აღარ ეძლევა და ადამიანს აღარ აქვს დრო და ენერგია იმისთვის რომ სიმდიდრით დატკბეს იმიტომ რომ ფული გახლავთ სიმდიდრის მსახურება და სხვათა შორის აი გამახსენდა აი ქრისტე რომ ეუბნება მე მოციქულებს ყვაწილი რომ მიტრიალდება და წავა და მე არა ვერ დავთმობ სიმდიდრეს ანუ შემომიდექი თუ გინდა რომ შემომიდგეო დათმეო სახარებისეული პასაჟი რო არის რომ თუ გინდა რომ შემომიდგეო მაშინო დათმე მთელი შენი ქონება გამონაწილე ღარიბებს და გამომყევი მეო და თავს ჩაქინგდრავს და ეს ბიჭი რო წავა მდიდარი ბიჭი და ქრისტე ეუბნება მოციქულებს რომ აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში ვიდრე მდიდარი შევა სამოთხეშიო აი ამას გულისხმობს ზუსტად ეს ყველაფერი სიმდიდრის მოყარეობა რა ანუ სიმდიდრე ხდის თავის მსახურს იქამდე სანამ თქვენ ბევრი ფული არ გაქვთ ამაზე არ ფიქრობთ და ამაზე არც კი ეჭვობთ თქვენ გეჩვენებათ რომ ეს სხვებს სჭირთ ასე ხოლო თქვენ რომ გქონოდათ დიდი თანხები თქვენ ასე არ დაგემართებოდათ და ფიქრობთ რომ ფული თქვენ მოგემსახურებოდათ არაფერი მსგავსი იმ მომენტიდან როცა თქვენ ცხოვრებაში დიდი ფული გაჩნდება თქვენ მომენტალურად სიმდიდრის მსახურები გახდებით ბედნიერება კი ის არის როცა შენი ცხოვრების არა მსახური არამედ ბატონი ხარ აბა დაფიქრდით ვინ უფრო იღებს ცხოვრებისგან სიამოვნებას ის ხალხი რომლებსაც ძალიან ბევრი ფული აქვთ თუ ის ხალხი რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავს უფლება მისცენ რომ მთელი თავიანთი ყურადღება თვითონ ცხოვრების პროცესის ახლანდელ მდგომარეობაზე გაამახვილონ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ან რა გაიძულებთ ამ ცხოვრებაში რომ მონად იქცეთ სიმდიდრესაც კი შეუძლია რომ დაგიმონოთ და იყოთ დამონებული მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ძალიან წარმატებულ ადამიანად ჩანდეთ და ძირითადად ასეც ხდება ხოლმე თუ კი თქვენ გაეცნობით და ურთიერთობა გექნებათ ძალიან მდიდარ ადამიანებთან მაშინ თქვენ დაინახავთ რომ ეს ხალხი ძალიან არათავისუფლები არიან ისინი დატვირთულები არიან იმაზე მეტი ტვირთით ვიდრე სხვა დანარჩენი ადამიანები დიახ მათ შეუძლიათ კომფორტსა და ფუფუნებაში ცხოვრება მაგრამ მათ იმის ენერგიაც კი აღარ ყოფნით რომ გაითავისონ ის ფაქტი რომ კომფორტში ცხოვრობენ ისინი რაღაცით ბრიუს ვილისაც კი ჰგვანან რომელიც ძალიან მდიდარი და ძალიან ცნობილია მაგრამ მას ფიზიკური ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ამ ყველაფრის გაგება ამიტომაც მე ვეუბნები ხალხს რომ ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს და ნუ მიმართავთ მთელ თქვენს ყურადღებას იმაზე რაც შეიძლება სამ დღეში არაფრად გადაიქცეს ადამიანი ამ სამყაროში მისთვის არ მოვლინებულა რომ გარკვეული სოლიდური თანხა ან რაიმე მდიდრული ბარახლო დააგროვოს
არამედ იმისთვის, რომ შეიძინოს ის სიმდიდრე, რომელიც მარადიულია. და სხვათა შორის აქაც ეს გამახსენდა, რომ ქრისტე როდესაც ეუბნება აი ქადაგების დროს, რომ ანუ დააგროვეთ ქონება იქ, სადაც არც ჭია შეჭამს და არც მპარავი მოიპარავსო, ანუ სამოთხეშიო რა. თუ კი თქვენ ძალიან წარმატებული ადამიანი ხართ, მაშინ თქვენ ეს ცოდნა სიყვარულის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ. ამიტომაც მე ხალხს ვუზიარებ როგორც სიყვარულს, ასევე ცოდნას. დააფიქსირეთ კომენტარებში თქვენი აზრი.